მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა დასკვნით ფაზაშია. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უკვე 1.500.000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი აზომა და 1.000.000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირა. თუმცა აქამდე სანამ საჯარო რეესტრი აიღებდა პასუხისმგებლობას, რეფორმას ჰქონდა არც ისე ხანმოკლე პრეისტორია. სხვადასხვა დროს პოლიტიკური თუ სხვა მიზეზების გამო რეფორმა იწყებოდა, მაგრამ მოქალაქეები სასურველ შედეგს ვერ იღებდნენ. გაიცა არაერთი დოკუმენტაცია, მაგრამ ამ დოკუმენტებს არ ჰქონდა სამართლებრივი ძალა და ხალხს მიწა ისევ დაურეგისტრირებელი დარჩა. მიწის სისტემური რეგისტრაციის მიზანია ჩვენს ქვეყანაში არსებული ყველა მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა და ამ მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების იდენტიფიკაცია. უნდა დადგინდეს ყველა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, ეს იქნება კერძო პირი, სახელმწიფო თუ მუნიციპალიტეტი, აღირიცხოს შესაბამის საკადასტრო ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში და ასევე დადგინდეს იმ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემები, ვის საკუთრებას აღნიშნული მიწები წარმოადგენს. რეფორმის დაწყებამდე საქართველოში არსებული მიწის ფონდის უდიდესი ნაწილი არ იყო რეგისტრირებული და აღნიშნული წარმოადგენდა სერიოზულ გამოწვევას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საამზომველო სამუშაოები სრულდება სერტიფიცირებული ამგეგმავების მიერ, თანამედროვე და მაღალი სიზუსტის საამზომველო ხელსაწყოების გამოყენებით. პროცესი შეუფერხებლად წარმართვისთვის 2022 წლიდან ეტაპობრივად დასაქმდა, გადამზადდა და სისტემური რეგისტრაციის პროცესში ჩაერთო უძრავი ქონების 750 ამგეგმავი. რეფორმის ფარგლებში ჩვენთან დასაქმებულმა ადამიანებმა შეიძინეს ახალი პროფესია და გახდნენ სერტიფიცირებული ამგეგმავები. სამუშაოების დაწყებამდე სრულიად უფასოდ გაიარეს თეორიული და პრაქტიკული გადამზადება. მნიშვნელოვანია, რომ საჯარო რეესტრმა შეძლო გენდერული სტერეოტიპების დამსხვრევა, ასზე მეტი ქალი მოამზადა, დაასაქმა და შესძინა ახალი პროფესია ქალი ამგეგმავის სახით. პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრმა შეიძინა და დღეისთვის სამუშაო პროცესში აქტიურად გამოიყენება 222 მაღალი გამავლობის ავტომობილი და 4 მიკროავტობუსი. 407 ერთეული მაღალი სიზუსტის გეოდეზიური ხელსაწყო, ამდენივე პლანშეტი, 12 ტაქეომეტრი და უახლესი თაობის 9 უპილოტო საფრენი აპარატი. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საველე სამუშაოები სრულდება კომპეტენტური ამგეგმავების მიერ, თანამედროვე ტექნიკით და 1 სანტიმეტრიანი სიზუსტით, რაც შედეგად გვაძლევს მაღალი ხარისხის მონაცემს, სადაც დაყვანილია ცდომილებები მინიმუმამდე. მიწის სისტემური რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორებმა გაიარეს 3 თვიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი. რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს აზომვითი სამუშაოების პარალელურად. ყოველდღიურად რეგისტრირდება 4000-მდე მიწის ნაკვეთი. რეგისტრატორები უკავშირდებიან მოქალაქეებს და აცნობენ გადაწყვეტილების შინაარსს. სისტემური რეგისტრაცია ელექტრონული ოქმის აპლიკაციის საშუალებით მიმდინარეობს და სრულად ციფრული პროცესია. მიწის სისტემური რეგისტრაციის ქართულმა მოდელმა წარმატება მოიპოვა საერთაშორისო დონეზეც. მსოფლიო ბანკის 2023 წლის შეფასებით სისტემური რეგისტრაციის მეთოდოლოგია და ტექნოლოგიური გადაწყვეტები მსოფლიოს მასშტაბით სამაგალითოა და საჯარო რეესტრს აქვს მაღალი პოტენციალი იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებს ექსპერტული მხარდაჭერა გაუწიოს. ამ ეტაპზე რეფორმა უკვე დასკვნით ფაზაშია. საამზომველო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია 42 მუნიციპალიტეტში. დიდი ჯგუფებით საველე სამუშაოები მიმდინარეობს 17 მუნიციპალიტეტში. დღის განმავლობაში იზომება და რეგისტრირდება საშუალოდ 4000 მიწის ნაკვეთი. მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. დღეის მდგომარეობით აზომილია 1.5 მილიონი მიწის ნაკვეთი. აქედან უკვე რეგისტრირებულია 1 მილიონი ნაკვეთის საკუთრების უფლება, 1 მილიონზე მეტი მოქალაქე, საქართველოს მოქალაქე გახდა მესაკუთრე, აღნიშნული წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს. რეფორმის მნიშვნელობასა და სიკეთეებზე არაერთი კმაყოფილი მოქალაქე საუბრობს. ხალხში მიწის სისტემურ რეგისტრაციას სხვა სიტყვებით საშვილიშვილო რეფორმასაც უწოდებენ. სერიოზულად მომზადებული ბავშვები. კარგად მომზადებული ბავშვები. სოდნეები და ეს გაკეთა საშვილიშვილო საქმე კახურად გეტყვით. საშვილიშვილო რეფორმის დასრულების შედეგად ქვეყანაში დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი აღარ იარსებებს. მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები უკვე ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართონ.